9 აპრილს კიდე ის ხალხი არ მოდიოდა ჩვეულებრივ მიტინგზე. ეს ხალხი მოდიოდა როგორც მებრძოლი რიგითი ჯარისკაცი, ცნობდა რომ მას სამშობლო ჭირდებოდა და აი შევადარებდი მე მაინც მარაბდას იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ასე ვთქვათ სამცხედან ჩამოვიდნენ 300 წელი რომ დანარჩენ ქართველებთან არ უბრძოლიათ და გურიიდან და სამეგრელოდან და ესეთი განცდა იყო რომ აი ჩვენ დღეს ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენი რომ ამუშავეს ხო ელვა დაიწყო თავდა ვერ მივხვდით რა იყო ელავდა რა ეს ნიჩვები ამ შუბზე და ნუ მერე მივხვდით რომ ნიჩვები დავინახეთ უკვე რა აქაც დავინახეთ ეს ნიჩვები აქ ციბნელა რო იყო ეს ეკიდათ ეს ნიჩვები არ ჩანდა ესე იმა მერე რო ეს რაღაცა წინააღმდეგობას აწყენთან შეშინა 18 წლის ბიჭები ყავდა ჩამოყვანილი ანუ ის იყო რა ეს არ იყო სპეცრაზმები და ისინი ჩამოყვანილი ჩოლები წონელები ყავდა ჩამოყვანილი აქ მერე შემოყავთ ქალაქში უკვე აი საგანგებოს დასაცავა და ძალიან რო დაიძაბა სიტუაცია და იქ უნივერსიტეტთან რაღაცები მოხდა და მერე შემოყავთ უკვე ლებეძის რაზმები ეს ის ადგილია სადაც ჩვენ ქართველებმა საბოლოოდ გადავტეხეთ ჩვენს თავში მონის ფსიქოლოგია. გადავტეხეთ ჩვენ თავში დამცირებული, დამარცხებული ერის ფსიქოლოგია. სადაც ყველა გმირი იყო. ამიტომ ის რაღაც საკრალური ადგილია, მით უმეტეს რომ მანამდეც ჰქონდა ჩვენ ეს მიბმა ამ ადგილზე იყო იუნკრებია დასაფლავებული, იქ მარომაყაშვილია დასაფლავებული. იქ მრავალი ამ სხვა ამბავი მომხდარა, ამიტომ ეს მიბმა იქ ისედაც ჰქონდა და მით უმეტეს ახლა. ისევ მინდა ვიხილო შეყვარებული ქართველები.